თუ პატარა ბავშვების შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რას ელაპარაკები, იმასთან ახარ და გულწრფელად ხარ, ემოციას იზიარებ მისას და უზიარებ და შეიძლება ეთამაშები, შეიძლება გვერდზე უზიხარ, არ აქვს მნიშვნელობა, აი სწორედ აი ამ თინეიჯერების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგს. ჩვენ გვეშინია ამ დიალოგის. გარდატეხის ასაკის ბავშვებთან დიალოგი არის ძალიან საშიში. იმიტომ რომ გეშინია იმისი, რომ ის მაინც, ანუ შენ დამარცხდები, წინასწარ გაქვს ესეთი განწყობა რა, რომ დაგამარცხებს ყველა ვარიანტში და მაინც თავისას გაიტანს. ორი რაღაცაა, რაც გშველის ჩვენ სწორ ურთიერთობებში, ერთი ჩარჩო, რომელიც ბავშვობიდან ეხლა 14 წლის ასაკში ჩარჩოს ვეღარ დაუწესებ. ბავშვობიდან არის მიჩვეული, რომ არის რაღაცა ურთიერთობების ჩარჩო და რაღაცა გარკვეული წესები, რომელიც ამ ოჯახში პატივსაცემია და შესაბამისად თვითონაც ამას ცემს პატივს. და მეორე, ეს არის დისკუსია, აი ესეთ აქტუალურ საკითხებზე, სიტყვაზე, შუაღამისას უნდა მოვიდეს თუ არა, რატო არ უნდა მოვიდეს, 14 წლის ასაკში კლუბში რატო არ უნდა წავიდეს და ასე შემდეგ. ეს დისკუსია არის აი ესეთი დაუღალავი შრომა, თავისი არგუმენტებით, მაგალითების ჩვენებით, ინტერნეტის გაშლით, მით უმეტეს საშუალება გვაქვს. შობელს ამდენი დრო და თავი არ აქვს, დაღლილია. და ამისთვის არც მამამ და არც დედამ ენერგია არ უნდა დაზოგოს. იმიტომ რომ ჩვენ მერე ვიკეტებით ჩვენ ასე ვთქვათ, ნაჭუჭში და მარტო ბრალდებითი დამოკიდებულება გვაქვს. შენ და მაგით ვიწყებთ. ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია აი ამ გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვთან არის ის, რომ ყოველ წუთში არ ეჩრები, ვთქვათ ესე ცუდი სიტყვა, მაგრამ ყოველ წუთში არ აკონტროლებ და არ აწუხებ. ეხლა ვიღაცაები მეტყვიან, რომ გაგოშიძეს უნდა რომ არაფერი არ აკეთოს იმ ბავშვმა და თავის გემოზე იყოს და როცა ყოველ წუთში აწუხებ რა აკეთებს. მეორე, აქ მკაფიო ჩარჩო, რა შეიძლება და რა არა ჩვენთან მიმართებაში, როგორც მშობლებთან. და არ უნდა გეშინოდეს ისტერიკის, ეს ეხება სხვათა შორის კომპიუტერ, ანუ გაჯეტების გამოყენების წესსაც. მშობლებს ეშინიათ ისტერიკების, ვაიმე, აი რაღაცა შანტაჟის და ასე შემდეგ, ძალიან. და შესაბამისად ურჩევნიათ, რომ ეს დრამატული მოვლენები თავიდან აიცილონ და დათანხმდნენ, რაც არ მიმაჩნია, ასე ვთქვათ, გონიერ გადაწყვეტილებად, იმიტომ რომ მერე და მერე ეს კიდევ უფრო რთულდება. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო სწორად მესამე, ეს არის დიალოგი. დიალოგი პირველ პირში ველაპარაკებით, შენით კი არ ვიწყებთ, მე ეს არ მომწონს, მე ესე ვთვლი, ეს არის ჩემი შეხედულება, ამიტომ და ამიტომ. შენ ასეთო, შენ ისეთო, შეფასებითი დამოკიდებულებები კიდევ უფრო ჩვენ აი ამ უსკროლს კიდევ უფრო და მით უმეტეს მუქარაც ალბათ. და მუქარა რო ერთმანეთს თუ გადააცრე ნახე რა მოვიდა. ნახე რა მოგივიდა, არაფერი არ მოუვა ოღონდ რა, არაფერი არ მოუვა. როცა ჩვენ ვეუბნებით, რომ 11-ზე, ხო იცი როგორი წესი გაქვს, 11-ზე უნდა მოხვიდე. ანუ აი ოღონდ მან უნდა იცოდეს ამას რა შედეგი მოყვება. რახე რა მოგივა კი არა, ხო და მეორეჯერ ხო იცი რომ თუ ამ პირობას არ შეასრულებ, მეორეჯერ ვეღარ წახვალ. და ეს უნდა შეასრულოთ უბრალოდ. აი, მე შესრულება ხოლმე რთული. ხო და შესრულება რთულია, იმიტომ რომ გვეშინია და დამიჯერეთ. ძალიან ბევრ ბავშვს ვთქვას ჩემთვის, რომ ჩემ შობლს ფეხებზე ვკიდივარ და რო ვეკითხები რატო? აბა ყველაფერს მისრულებსო და წარმოგიდგენიათ, როცა მშობლს გონია, რომ ყველაფერს რო უსრულებს, ესე იგი, ამითი კაი ტიპია და იმ ბავშვის გულს იგებს და ეს ბავშვი გეუბნება ამ დროს, რომ სულ ერთია ჩემი მშობლისთვის, არ აინტერესებს, ნახე, ამიტომ ყოველთვის გარდატეხის ასაკში თქვენ შეგიძლიათ, რომ ძალიან მყარად თქვენი პოზიცია დაიცვათ და უთხრათ და საბოლოო ეს ტექსტი არის ხოლმე ეგეთი, რომ
მე ვარ 18 წლამდე შენზე პასუხისმგებელი და მე ვთვლი, რომ ესე ხა არის საჭირო, ან არ არის საჭირო. აი, მაგ ტექსტს ვიყენებ ხოლმე, გამიხარდა. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი. მე ვაგებ შენზე პასუხს, 18 წლის რო გახდები, შენ აგებ შენ თავზე პასუხს მერე და მანამდე მე ვაგებ პასუხს, იმიტომ რომ გამოცდილება, იმიტომ არა რომ მე უფრო დიდი ვარ და ძალა მაქვს, იმიტომ რომ მეტი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ შენზე ვზრუნავ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და არის ხოლმე მერე გაიწი გამატარე და ერთი ამბავი და ჭუბი, აი ესეთი დიალოგი და ესეთი ტექსტი ყოველთვის ალაგებს მერე სიტუაციას. ოღონდ ამას დრო უნდა და ჩემი გამოცდილებით ჯობია რომ მაგ ასაკში იყოს რთული, აი ეს რთული გარდატეხის ასაკი, ვიდრე მერე აი ესეთი ჩუმი გარდატეხის ასაკი და ეს აუცილებლად მერე ამოხეთქავს ხოლმე უფრო გვიან 18, 19, 20 წლის ასაკში უფრო ცუდად. ამიტომ ჯობია რომ პატარა ასაკში გადაიტანოთ ეს სახადი.